ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ჩვენ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ. ჩვენ ვესაუბრეთ ყველა პროცესზე, რა თქმა უნდა, მათაც უთხარით ჩვენი პოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით, რომ ეს იყო შეცდომა, ასევე უთხარით, რომ შეცდომა იყო მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტი, რამაც მხოლოდ და მხოლოდ დააზიანა ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ 4 ოქტომბრის პროვოკაციაზე, რაც სამწუხაროდ, რამაც ასევე დააზიანა ოპოზიცია და ავუხსენით ყველა ის გარემოება და ფაქტორი, თუ რატომ მივიღეთ პარლამენტში დაბრუნების საშუალება. უთხარით ისიც, რომ ვიზა ლიბერალიზაცია და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უნდა შეუნარჩუნდეს ქართულ ხალხს, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართული ხალხის მონაპოვარია და მიუხედავად იმ მძიმე დანაშაულებისა, რასაც ჩადის ოცნების რეჟიმი, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ქართულ ხალხს უნდა შეუნარჩუნდეს. პასის დელეგაციისთვის იყო მიწოდებული უზომოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც იცით, შეხვედრაზე ჩვენმა დელეგაციამ მათ შორის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მათ რეზოლუციაში ჩანაწერი დაგმო და უთხრა დელეგაციის წევრებს, რომ ეს იყო უზომოდ არასწორი საქციელი, რომელიც ფაქტიურად წითელი ხაზი იყო ჩვენს ურთიერთობებში, მაგრამ რა თქმა უნდა, დაველოდებით დელეგაციის მიერ შედგენილ ანგარიშს, სადაც იმედი გვაქვს, რომ სწორად და ყველანაირი მიკერძოებულობის თუ მანიპულაციის გარეშე იქნება წარმოჩენილი საქართველოში მიმდინარე პროცესები, რაც საშუალებას მოგცემს, რომ საქართველოს დელეგაციამ პასეში განაახლოს მუშაობა. ჩვენმა თუ პასუხეთ, რომ გვაქვს ახლა რა თქმა უნდა დროებით დაძაბულობა იმ რამდენიმე საკითხთან მიმართებაში, მათ შორის ეს საკითხები ისევ ეხება გამჭვირვალობის კანონს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ არჩევნების შემდგომ მომხდარ არეულობას, ასევე 4 ოქტომბრის საკითხებს. თუ კანონი არის პრობლემა, რასაც გვისახელებენ რომ პრობლემაა, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ამ კანონს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო და განიხილავს სტრასბურგი. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ სტრასბურგის და საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნების მიხედვით. და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ეს ვითარება შეიცვლება და დიალოგი აღდგება საქართველოსა და ევროკავშირს შორის.